მოგესალმებით ბატონებო. უღრმესი მადლობა თვითონ თქვენთაგანს იმისთვის, რომ ერთგულად ირჩევთ ჩემს არხს და ხართ ამ სივრცეში და მისმენთ ჩემს მიერ გადმოცემულ ინფორმაციას. დღეს მოკლედ ასე გადავწყვიტე, რომ არ დავაკონკრეტო თემა, არა პირადი, არაფერს არ ვაკონკრეტებ. მივანდოთ ტაროს, რა ამბავს მოგვიყვება თქვენზე, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ზოგადად ხო, რაღაც გარკვეულ სფეროებში, ამას ვნახავ და უახლოესი პერიოდის ენერგიებსაც გადავხედოთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ვნახოთ ვისთვის არის გაშლა. ამას გადავხედოთ. ვნახოთ ვისთვის არის გაშლა. რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში ახლა, რა ხდება სამსახურებრივ და ფინანსურ ნაწილში, უახლოესი ენერგიები პირადი ცხოვრების და ასევე უახლოესი ენერგიები სამსახურის და ფინანსების. ვნახოთ ახლა ვინ ხართ თქვენ, ცხრიანი პენტაკლები. მოდით ასე გეტყოდით, ნახეთ დააკვირდით აქ როგორი ყველადას და სხვადასხვანაირი არკანები აქვს. შეხედეთ, უკან ჯვრით არის წარმოსახული, ხო, შენობა. ვიღაცამ შესაძლოა მითხრას, რომ რა ის ჯვარი, ჩვეულებრივი სახლია და აქ უბრალოდ ესე ილუმინატორივით არის, ხო, რაღაც არ ვიცი, სარკმელი. უკან ზიანათებს, აქ სულ პენტაკლებია და ვარსკვლავებია, ხუთქიმიანი ღვთიური ვარსკვლავები, იასამნისფერი კაბაცია, ხალ სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს იასამნისფერი საკრალური ფერია და მიღმიერ ასე ვთქვათ არხებსაც ხსნის. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, მე როგორ ხედავ, ხო? ზუსტად იმისთვის არის ტარო და იმისთვის არის ტაროლოგი, რომ მისი ასე ვთქვათ, ინტუიციის მიხედვით და ნაკადის მიხედვით გესაუბროთ. ამიტომ აბსოლუტური უფლებას ვიტოვებ, რომ გითხრათ, თქვენს სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას, ზოგადად სტაბილურ მიწიერ ცხოვრებას უზრუნველყოფენ ზემოდან. თქვენ დაცვა გაქვთ, თქვენ არ არსებობს, რაც არ უნდა გამოუვალი სიტუაცია მოგეცეთ, ეს იქნება თქვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ, ტრამპლინი იმისთვის, რომ კიდევ უკეთესად წამოდგეთ ფეხზე და კიდევ უკეთესად განაგრძოთ თქვენი საქმიანობა. ასე რომ მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, ძალიან ისეთი წარმატებული ადამიანი ხართ. შესაძლოა არ ვიცი, პაემნები მთვარეზე ნამდვილად არ გაქვთ ჩანიშნული, მაგრამ საუკეთესო რესტორნებსა და კაფეებში ნამდვილად შეგიძლიათ დაჯავშნოთ ადგილი საქმიანიან პირადი შეხვედრებისთვის. ასევე თქვენ გაქვთ ზემოდან მფარველობა და თქვენ მუდმივად თან დაგდებთ, ასე ვთქვათ, ნათელი სინათლე, რომელიც ყოველთვის უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, თქვენს პლუსებში ყოფნას და არასდროს ნულს ან ნულს ქვემოთ ყოფნას. ხო, არ შეიძლება სოფლის მეურნეობასთან კავშირში იყოთ, შესაძლოა პირადი ბიზნესები გქონდეთ, თუ ოფიციალურად დასაქმებული ადამიანი ხართ, საშუალო რგოლის მენეჯერი ყველა შემთხვევაში, აი საშუალო რგოლს ტოპ მენეჯერს აქ მე ვერ ვხედავ. ანუ ის მაღალ-მაღალთან, შეიძლება რაღაც დაწესებულებისას სამსახურის უფროსი იყოთ, მაგრამ ის რო ვთქვათ, ეხლა რაღაც ძალიან მაღალი არა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასე ვთქვათ, ცვლილებას უფრო მეტად ექვემდებარებიან ტოპ მენეჯმენტში, სულ თავის შეცვლის შემთხვევაში და თქვენ ისეთი პოზიციის და ისეთი საქმიანობის მატარებელი ხართ, რომელიც აი სტაბილურობა გაქვთ და არასდროს არ გემუქრებათ კატაკლიზმები. ვნახოთ ახლა თქვენს პირადში რა ხდება. კვერთხების ტულზე. თქვენს პირადში ახლა დიდი ბობოქარი ამბებია. თქვენს პირადში რაღაცა ახალი იღვიძებს, ახალი მომენტი იდგამს ფესვებს, ყვავილობს რაღაც ახალი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეს არის გამოტანილი აქვს ფესვი და მთლიანად ეხება თქვენს ხელს, ხო? ოღონდ ესე მარტივი და უდარდელი მომენტი ეს არ უნდა იყოს, იმიტომ რომ უკან ჩამავალი მზია და ღრუბლებია თავზე და ეს რამდენიმე ღრუბელი ამ ასე ვთქვათ, ახალ ყლორტს ედება კიდეც ზედ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ამ ენერგიებში ძალსახად ხართ. აბა დავაკონკრეტოთ პირადში ეს რას ეხება ან ვის ეხება. ამ დასტასხვათ შორის დამატებული აქვს ერთი არკანი და ეს არის მოგზაურების არკანი. რას ეხება და არ ვიცი, შეიძლება გადაადგილება
ღვთაების დროს ვიღაც გაიცანით, ან ყოველ შემთხვევაში მეტაფორულად რომ ვთქვათ, იცით რა მომენტს ეხება, რომ ნახეთ ახალ თავგადასავალს, ახალ მოგზაურობას საკუთარ პირად ბილიკზე, ასე ვთქვათ, არჩევანს. არ გამოვრიცხავ მე აქ ცოტა ისეთი სუნიც მცემს, მაგრამ არ გავახმოვანებ ჯერჯერობით, ნახოთ მივყვეთ, ხო? იცით რა, არ ვიცი, შეიძლება სამსახურებრივი სფეროდან არის ეს ურთიერთობა, ან შენ რამდენიც გინდა და არ გაახმოვანო, რასაც მოიტანს ინფორმაციას, მე ტაროც იგივეს ადასტურებს ბატონებო. მოკლედ რომ გითხრათ და ბევრით აღარ დაგალოთ, არ გავაგრძელო, აქ რაღაც ფინანსურ საქმიან სფეროსთან დაკავშირებით არის ურთიერთობა, რომელიც სამწუხაროდ დღეს სტაგნაციაშია. დღეს აქ არაფერი არ ხდება, ძალიან გიჩქარებათ ამ ურთიერთობაში ისევ დაბრუნება, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ რამდენად ეს სწორი იქნება. ის ზუსტად ის თქვენი ორმაგი ცხოვრება აქ ჩვენს თავს არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ და ოჯახებული ბრძანდებოდა თუ ვინც მიყურებთ, ან გაცილებული, ან ყოველ შემთხვევაში თუ მარტო ხელა ხართ საჯაროა და ეს ან უნდა ვიხმარო უკაცრავად, მაშინ რაღაცა არჩევანის მომენტი გააქვთ რა. ისე არ არის, თქვენც კარგი მოფლირტავი ადამიანი ხართ, მე მგონი ვინც მიყურებთ. ბატონო ვთქვი და კი ბატონო თასების მეფე, რომელსაც არ ვიცი, სულ ახალი ემოცია უნდა, სხვაჯი ძალიან კეთილია, ძალიან ასე ვთქვათ, ხელგაშლილია დაპირებებში, მაგრამ ამ დაპირებების სამწუხაროდ 60%-ს ვერასდროს ვერ ასრულებს. ეგეთი ადამიანია, რა ვქნათ. ესეთი ემოციური ფონი გაქვთ ახლა თქვენ პირად ცხოვრებაში. თითქოს გინდათ რომ ის ყველაფერი რაც იყო, გაანულოთ და ხელახლა დაიწყოთ, იმიტომ რომ თქვენი თავი ჩაჩიხეთ, თქვენი თავი ჩაცხრაკლიტულეთ, ასე ვთქვათ, არ ვიცი თქვენი მოქმედებებით, რა ჩაიდინეთ ამნაირი და დღეს უკმაყოფილო ხართ, ძალიან უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავისაც, არსებული სიტუაციისაც და აი ფიქრებში სულ გინდათ არ გინდათ იქ ტრიალებთ, აი იმ ენერგიებთან ტრიალებთ. სხვაჩვენს დღესდღეობით ვერ ვიტყვი, რომ თქვენ გვერდში ვინმე ყავთ, ყოველ შემთხვევაში რომ გყავდეთ, წყვილში ნამდვილად არ ხართ რა, ხო? მე სხვაჩვენს ადრეც მიხსენები ალბათ გაშლაში რომ წვილი, არ ვიცი, ხა შეიძლება პირობითად არ ვიცი, Adidas-ი და Nike-ის ბოტასი რომ დადო გვერდი ორივე 38 ზომა, ორია, მაგრამ წვილი არ არის, ხო? ან თქვათ იგივე Adidas-ის 38 ზომა და 36 ზომა რომ დადო, ორია, მაგრამ წვილი არ არის. დაახლოებით ეგეთი მომენტია რა, რომც იყოთ ახლა ვიღაცასთან, წვილში არ ხართ. განდეგილის ენერგიებში ხართ, თვითანალიზის ენერგიებში ხართ, ცოტა სიბრაზეც გიტევთ და ოცნებებითაც შეიძლება სიზმრებითაც ძალიან აქტიურად ეკონტაქტებოდეთ ესე ქვეცნობიერად იმ ადამიანს, ვინც ძალიან გენატრებად მინდა გითხრათ. ხო არ ვიცი, აქ იცით როგორი მომენტი ჩანს, მე გეტყოდით რომ წარსულს არ აქვს მნიშვნელობა, ხო რა, როგორ მთავარია რომ იპოვო შენი თავი აწმყოში და შეეძლო მომავლის მართვა, მაგრამ ამისთვის არ მგონია რომ ხა თქვენ აქ რაღაცას აკეთებდეთ, იმიტომ რომ თითქოს იცით როგორი მომენტი გაქვთ, რომ ვერ აბამთ თავს ამ უკან დაბრუნებას. თქვენ არ გაქვთ აი თითქოს ის უნარი, რომ დააკვირდეს საკუთარ თავში ეს ემოცია სად ჩნდება. ის კი არა ვინ იწვევს ამ ემოციას, თქვენში საჩეს, რა სად გირწყმთ ეს ემოცია, ხო? თუ გაღიზიანებთ რაღაცა, რატო გაღიზიანებთ? სად გირწყმთ ეს ასე ვთქვათ, გოგულში, გონებაში, არ ვიცი, ესეთ გამოთქმა არსებობს, ხო იცით, ვინც გვერდიდან უყურებს ჩაძირულ გემსო, ის უკვე ნაპირზეაო, ხო? ანუ გვერდიდან თუ შეხედავთ საკუთარ თავს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა გონების ტყვეობას თავი დააღწიეთ და ასე ვთქვათ, წარსულის სტერეოტიპებს, პატერნებს და თქვენს ნეგატიურ ფიქრებსაც გავლენა თქვენზე აღარ ექნება, უკვე გარეთ ხართ, ხო? ანუ გამოსული ხართ იმ სიტუაციიდან და უკვე თქვენი მეს შესწავლის პერიოდში ხართ. აი ზუსტად ეგ მომენტი გაქვთ აქ აი ამ განდეგილის სიტუაციაში, ზუსტად აი თითქოს ამ ეტაპს გადიხართ. იცით როგორი მომენტი მომდის, რომ აი
ვერ პატიობთ, თითქოს უარყვეს. ან თქვენ გინდოთ თქვენ უარყავით, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ თქვენ დარჩით უარყოფილი. რაღაც ეგეთი ენერგიები მომდის. ერთი წამი აბა ვნახოთ. მე ვნახავ აქ მომავალში რა ჩნდება, მაგრამ კონკრეტულად მითხარ, ხა დაშორებული ხართ იმ ადამიანს, ვისთანაც ეს ენერგიები გქონდათ? გეუბნებით ჩემო კარგო ადამიანებო, აქ ერთ ადამიანთან არ გქონდათ კონტაქტი, აქ ორ ადამიანს მაჩვენებს და მინდა გითხრათ, რომ თითქოს საბედისწერო გამოცდაც მოგიწყოთ ცხოვრებამ და გარკვეულწილად უკაცრავად, მაგრამ ზვარაკად თქვენი კისერიც მოითხოვა ამ სიტუაციამ და თუ ვთქვათ თქვენ გვერდით გყავდათ ქალი, ცოლი, დღეს აღარც იმასთან გაქვთ დალაგებული ურთიერთობა და აღარც საყვარელთან გაქვთ დალაგებული ურთიერთობა. მოდი ასე ვიტყოდი, ხო, იმ კორთხების და ან საყვარელთან, ან შეყვარებულთან არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში თქვენ ცალსახად ორ სიტუაციას შორის იყავით გაჭიმული, თითქოს ამას სერიოზულად თავიდან არ აღიქვამდით და მე კი ბატონო აგერ ჩაგარტყათ დღეს თავში და დღეს შეიძლება ისე გიჭირდეთ, რომ რავი, ასე გიჟივით 4 კედელს არ ტყამდეთ თავს და გასავალს ვერ პოვლობდეთ, ამ დროს შეიძლება 4-ვე კედელს კარი კონდეს. მაგრამ თქვენ ამისი რესურსი და უნარი აღარ დაგჭათ. ეძებთ თითქოს განკურნებას, ენერგიას, ვინ თქვენ განგკურნავთ, გენატრებათ ვინც დისტანციაზეა, მაგრამ არა. ჩიხში ხართ, ტვირთია უკვე ეს ყველაფერი, თქვენ ამისი ზიდვა აღარ შეგიძლიათ. ერთი სული გაქვთ, როდის მორჩება ეს ტრანსფორმაცია, როდის მოიკრებთ ძალას, როდის გაიხსენებთ საკუთარ თავს და ბოლოს როდის მიიღებთ გადაწყვეტილებას. ხო, ისევ დაბრუნდეთ იქ. თქვენ არჩევანი ახლა და ამ ეტაპზე გაკეთებული გაქვთ. ოღონდ ამას არ ამხელთ. ამ ორ ქალს შორის თქვენ უკვე გაკეთებული გაქვთ არჩევანი. უბრალოდ საკუთარ თავსაც ვერ ეუბნებით, იმდენად აჭრილი ხართ, არ ვიცი ამ სიტუაციაში. ფინანსებში რა ხდება? განკითხვის არკანით კარგი თუ ცუდი ხდება? რატო? არა. ფინანსებში პატარ-პატარა რაღაცა უსიამოვნებები და ბრძოლები შეიძლება გქონდეთ, მაგრამ აქ რეალურად გამარჯვება თქვენს მხარეს არის. რეალურად უფრო ნახეთ, რაც აქეთ პირადი გიფუჭდებათ, იქით შეიძლება ფინანსები უფრო უკეთესად და უკეთესად, სამსახურებრივი ნაწილი უფრო უკეთესად და უკეთესად დაალაგოთ და წინ წახვიდეთ. ცოტა პარადოქსია, მაგრამ ასია. როგორც წესი სხვანაირად ხდება ხოლმე, თქვენ შემთხვევაში მე ამას მეუბნება არკანები. ხო, ნახეთ, მეტკინა პირადში ყველაფერი დამენგრა თავზე და მე უნდა შევძლო და უნდა ასე ვთქვათ დავდგე ფეხზე იმისთვის რომ არ ვაფიქრებინო ვიღაცას რომ რა სუსტია ხო ანუ უпростоრეთ ესეთი მომენტიც მოდის რა რომ რა დაკარგე ეს თითქოს გინდათ რომ აგრძნობინოთ იმ ადამიანს უახლოესი პერიოდი რა იქნება ამ ქალთან ანუ პენტაკლები ისევ პენტაკლები იცით რა არ გამოვრიცხავ რაღაც თანხასთან დაკავშირებით ან სამსახურთან დაკავშირებით კვეთა ისევ შედგეს ოღონდ ეს არ იქნება თქვენი ინიციატივით აი თვითონ სიტუაცია მოიტანს აი ამ კვეთას არ ვიცი რაღაცა საკითხს შესაძლოა უკავშირდებოდეს და თქვენ საშინელი ნოსტალგია გქნებათ ამ ადამიანთან ურთიერთობის მაგრამ თავს იკავებთ ანუ გონებას ძალიან კარგად აქვემდებარებთ გულს თუმცა შინაგანად დუხართ და გადმოდუხართ ემოციებით და მაინც შერიგება იქნება ამ ქალთან თუ სხვასთან მანახე ამ ქალთან თუ სხვასთან მოკლედ ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით, თქო არ გეწყინოთ რა. ეს ქალი ხო სულ თქვენს გონებაში ტრიალებს 24/7-ზე, მაგრამ თქვენ გარე ფლირტებს არ იყლებთ რა. მე არ შემილია სხვანაირად. თითქოს თავს აი მე სიგარეტს რო წევიან ხოლმე, ხო იცით ამ საწყალ სიგარეტს რო იმხელა ტვირთს წკიდებენ, რომ ვითომ ეს სიგარეტი ატანინებთ უამრავ ნერვიულობას, ხო? აი დაახლოებით ეგეთი მომენტი გაქვთ რა, რომ მე ხეს უნდა გადავიტანო და არ ვიცი ვიღაცა შეიძლება 9 ქალს ერთდროულად მისწეროთ. იმიტომ რომ რაღაცა უნდა გაინიტვითოთ, გაანიაოთ გონება. აი ეს მომენტია, მაგრამ რეალურად არც ერთ ქალს არ ასდის ის სუნი და არც ერთ ქალისგან არ მოდის ის ენერგია, რაც ამ ქალს ჰქონდა და აი ამას ვერ აბალანსებთ, მიხვდით? ვერ ასე ვთქვათ, ჰარმონიას მაინც ვერ იღებთ ამ ყველაფრიდან და მაინც ასე აი როგორ გიტყრათ, თავატკიებული და ნერვები დაწყვეტილი დადიხართ. აი ნერვების ომში ხართ მოკლედ რა.
1000 манипულაციას შეიძლება მიმართავდეთ, აი, არ ვიცი, თქვენებური რაღაცა მეთოდებიც გქონდეთ, ასე ვთქვათ, რომ რაღაცეები სხვანაირად გამოიყვანოთ. განსაკუთრებით სიტყვა გვაქვს ქართველებს, რომ მოაკვარა ხჭინოთ, მაგრამ რა ვიცი, გამოგივათ? წამიაბა. გამოვა ეს ამბავი. ერთი წამი მელოდიას ავუწევ. ისიც რა საწყისი ეტაპი შეიძლება რომ ისეთი შედეგის მომტანი იყოს. მაგრამ ეს ამბავი რომ გამოგივიდეთ, აქეთ კიდე ერთ ქალთან გაქვთ კონფლიქტი, სავარაუდოდ ცოლთან, რომელიც თუ თქვენ იქეთ განაახლებთ ურთიერთობას, აქ ეგრევე თქვენ პრობლემები შეგექმნებათ ფინანსებზე. თან გინდათ წასვლა, ერთი სული გაქვთ როდის წახვალთ აქედან, თან მეორე მხრივ და მოკლედ არ ვიცი მთელი ემოცია და ამბები იქით გეკაჩებათ, მაგრამ აქეთ მეორე მხრივ ის თქვენი დათესილი ყანა გენანებათ რა, მოკლედ რო სხვას დავფთოვოთ, საინტერესო ადამიანი მიყურებთ. ფინანსებში რატო? ნახეთ ჩემო კარგო ადამიანებო, ძალიან ფრთხილად მიუდექით ყველაფერს. მოირგეთ რა ეს თქვენი იმპერატორობა, თუ იმპერატორები ხართ და გინდათ რომ იყოთ და გქონდეთ ასე ვთქვათ ოჯახი და პლუს პარალელურად აქ პროფესიული საკითხით დალაგებული გქონდეთ, ირბენთ ერთი რელსიდან მეორე რელსზე და ამ შემთხვევაში დაწინაურებაც გექნებათ, სტაბილურობაც გექნებათ, სიმშვიდეც გექნებათ. და სხვათა შორის მხარდაჭერაც, კი ბატონო და გამარჯვებაც. მაგრამ თუ ისევ ღალატში შეგნიშნეს დაგდეს ბრალი და მოკლედ აქ ატყდა მთელი ამბავი, იცოდეთ რომ ამ ფინანსებსაც დაკარგავთ და სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. არა, თქვენ სტაბილურობაში რჩებით. მომავლის ენერგიები ასეა. რაც არ უნდა გენატრებოდეთ, რაც არ უნდა გინდოდეთ ის ქალი. ვისკენაც გულიც გაქვთ, გონებაც და რა ვიცი. სხეულის კიდე სხვა ორგანოებიც. უკაცრავად, რა ხთანას წმაჩვენებს იმას გიჟღერებთ. მაგეთკენ თუ წახვალთ, მოკლედ იმის არ იყოს ხო სხვა პრებში რომ აქეთ გზას თუ აერჩევ მოკლედ რა ვიცი და წყალს დალევ ბატონად გადაიქცევი თუ ცხრად თუ რა ვიცი მე კატად მეორე გზაზე თუ წახვალ ნუ ესა და ეს გელოდება აი დაახლოებით ეგეთი ამბავია თქვენს თავს რა მადლობა პირველ ვარიანტს უკაცრავად თუ რამე გაწყენინეთ და მეორე ვარიანტი მეორე ვარიანტი აბა ვისთვის არის გაშლა ვინ მიყურებს რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში ახლა რა ხდება ფინანსებსა და სამსახურებრივ სფეროში უახლოესი ენერგიები პირადის და უახლოესი ენერგიები ფინანსების რა ხდება ისევ პირველი ვარიანტი გადმობარგდით მეორე ვარიანტშიც ადამიანები ისევ გაყოფილი ცხოვრებით ისევ სუგზაჯვარედინებით ახალი დასაწყისებით ძალიან სწრაფად რო იცვლება რაღაცები თქვენს ცხოვრებაში უცებ რო გიწევთ ყველაფერთან ადაპტირება არ ვიცი ფინანსებთანაც სულ აიწონა მომენტები გაქვთ დღეს გაქვთ ხვალ საერთოდ შეიძლება ერთი თეთრი არ გედოთ ჯიბეში ზეგ შეიძლება მილიონი შოთ არ ვიცი საიდან და როგორ მაგრამ ნუ აი ესეთი ადამიანი მიყურებთ ცალსახად ნახოთ ახლა პირადში რა ამბებიათ პირადში ყველაფერი გენგრევათ თავზე რატო გენგრევათ არა უბრალოდ თქვენ ინგრევით თორე თქვენ გონიათ რომ გენგრევათ მაგრამ რეალურად თქვენ ინგრევით და თქვენი მსხრევით თორე დანში ყველაფერი მყარად გაფეხზე აბა რა ხდება რას უკავშირდება ეს ნგრევა და ეს ომის ის აი გეუბნებით პირველი ვარიანტი ხართ გადმობარგებული და პირველი ვარიანტი მიყურებთ მგონია არ ვიცი იცით როგორი მომენტია ფინანსურად აქ მთლად ჯანსაღად ვერ უნდა იყოთ ფინანსურად სერიოზული ვალები, კრედიტები შეიძლება იყოს, ვალდებულებები შეიძლება იყოს და პირადში ნახეთ როგორი მომენტი გაქვთ, ფიქრობთ რომ პირადში რაღაცები უნდა შეცვალოთ იმისთვის რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, ხო? შეიძლება ვიღაცა არსებობს კიდეც ქალი, რომლის იმედიც გაქვთ, რომ ან ნახეთ ორი ვარიანტია. უნდა ვიხმარო ეს სიტყვა უკაცრავად, იმიტომ რომ საჯაროა გაშლა და ბევრი მიყურებთ. აქ ორ ვარიანტზე გადათამაშდება და ორი ვარიანტი
იქნება ზუსტი. ნახეთ, ერთი ის რომ ვიღაცასთან სუფთა მატერიალური ინტერესი გაკავშირებთ, რაღაცების აწყობა გინდათ ამ ქალის ხარჯზე და მეორე, ამ ქალთან ურთიერთობით ზუსტად ხვდებით, რომ ამასთან როცა დალაგებული ვარ ყველაფერი და ასეთი ძალიან ხშირად ხდება, მეგობრებო, მე ვალაგებ პარალელურად სამსახურებრივს და ფინანსურსაც. როგორც კი ეს ამ ქალის ენერგია მაკლდება, მე იქაც პრობლემები მექნება. ეს ნამდვილად ხდება ხოლმე. და არ გაგიკვირდეთ. დღეს კონფლიქტში ხართ ამ ადამიანთან, გენატრებად ძალიან, საშნელი ნოსტალგია გაქვთ, გინდათ რომ აი რა კარგი იყო ეს პერიოდი გახსენდებათ, როცა ეს ადამიანი ხელს გიწვდიდა, თუნდაც სიტყვით, თუნდაც გეხუტებოდა და არ ვიცი და თქვენ ძალიან ბედნიერი იყავით და მოკლედ როგორც მამაკაცი ყველანაირად შემდგარად გრძნობდით ამ ქალის თავს, გვერდით თავს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავმეორდები, საუბრობთ პირველი ვარიანტი გადმობარგდით და მეორე ვარიანტსაც უყურებთ. დღეს განდგილის პოზიციაში ხართ. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ საბედნიერო თოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ მიყურებთ პირველი ვარიანტის ხალხი, ეს თქვენი არ არის, იმიტომ რომ აქ სამკუთხედის თემა არ არის. აქ უფრო ახალი დაწყებული ურთიერთობა, რომელიც ძალიან მალევე დაპაუზდა, ძალიან მალევე გაფუჭდა. რითი გააფუჭეთ, რა მოიხერხეთ, რატო რითი გააფუჭეთ. ქალმა გადაწყვიტა, რომ გამეშვიდა გამანებე თავიო, თორე თქვენ გიყვარდათ. რატო წამოვიდა პრობლემები. ნახეთ აქ როგორი მომენტია ჩემო კარგ ადამიანებო, არ ვიცი, შეიძლება ვისაც უყურებდით, მე სწორად წავედი თავიდან რაღაცა პერიოდში. აი ვერსიაზე, ერთ-ერთი ვერსია რაც გავაჟღერე, თანხასთან დაკავშირებით, შესაძლოა ამ ქალმა გოგომ არ ვიცი ვისთანაც ურთიერთობა გქონდათ, უბრალოდ აწონა თქვენი ფინანსური მომენტი და ის ბევრად უკეთეს პირობებში იყო, ასე ვთქვათ და რომ გაერკვია რაღაცებში, აღარ მოინდომა თქვენთან ურთიერთობა და გაგეცალოთ, შეეშინდა. ნახეთ, შეეშინდა, რომ არ გამომიყენოს, სწორად წამოიღო წეღან ინფორმაცია ნაკადმა, შეეშინდა, რომ თქვენ ეს ადამიანი გჭირდებოდათ ფინანსებისთვის და არა სიყვარულით და თვითონაც ნერვიულობდა სხვათა შორის, თვითონ სურვილი ჰქონდა თქვენთან ურთიერთობის, თვითონ ჰქონდა ეს მომენტი, რომ სიმპათიები თქვენი მისამართით აქ ცალსახად ჩანს, მაგრამ აი ეს მომენტი ჰქონდა, რომ არ ვიცი, შეიძლება ვინმე მათ ჩააწვეთა, რომ ეს კაცი შენ გამოგიყენებს, ამ კაცი შენ სხვა რაღაცისთვის ჭირდები, ხო, აი დაახლოებით ესეთი ენერგიები წამოიღო, აქ სხვისი ენა, აი ტყუილად არ ვთქვი და აგერ სხვა ისიც ამოვიდა და მიიღო გადაწყვეტილება დაშორების. აქ ესეთი ენერგიები მოდის. აქ რა ხდება? ფინანსებში და სამსახურებრივ სფეროში იმპერატორის არკანია, ანუ თუ ეს მაშინ აქ რა ხდება? მითხარი, რატო თუ აქ პრობლემაა პირადში ფინანსური. ნახეთ. დღეს შესაძლოა ეს ყველაფერი უკვე იყო თქვენს ცხოვრებაში და იყო ფაქტია, იმიტომ რომ დღეს განულებულია ურთიერთობა და ეს ურთიერთობა სავარაუდოდ შეიწირა ზუსტად იმ რაღაცა წარსულის, თუნდაც ახლო წარსულის გაჭირვება, მაგრამ დღეს თქვენ გაჭირვებამ რა, ჩავარდნებმა. ყოველ შემთხვევაში ის სურათი ამ გოგომ ესე აღიქვა. თორე შეიძლება თქვენ ეგრე არც გიჭირდათ. მაგრამ დღესდღეობით თქვენ ნახეთ, არ ვიცი, თქვენი თავის მართველი თქვენ ხართ, სხვა შორის მინდა გითხრათ, ხომ თქვა მეფე არა, მაგრამ საკმარისი შემოსავლებიც გაქვთ, ახალი ციკლი იწყება თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება რაღაც ახალი საქმიანობაც დაიწყეთ და ფინანსები მანახე რა კონკრეტულად. იცით რა, უფრო თავდაჯერებული ხართ, რაინდები. არც ერთი მეფე, ოღონდ იმპერატორი. ნახეთ როგორი მომენტია. თქვენ თავს, რაც არის საჭიროება, ამ ყველაფერს მართავთ, ამ ყველაფერს აუდიხართ. ოღონდ უფრო მეტი ენთუზიაზმით მიდიხართ წინ რა. აი მეტი ასე ვთქვათ мотиваცია გაქვთ, რომ მეტი და მეტი რაღაცები შექმნათ თქვენს ცხოვრებაში და აი უფრო მეტი ენერგია, უფრო მეტი სტიმული მოდის, ცნობის მოყარეობაც მოდის, სხვა შორის რომ ეს უნდა შევძლო და აი ნახეთ რაინდიდან თასების მეფედ უნდა ვიქცე, ხო მე უნდა დავუმტკიცო ვიღაცას, რომ ნახე მე რა მაგარი ვარ. აი ესეთი ენერგიები მოდის. ცოტა ხანი ფლირტები და ამბები გადადებული გაქვთ გვერდზე, აღარ არის ეს ჩემი საქმე და როგორი მომენტი გაქვთ, იცი, აი შეურაცხყოფილად გრძნობ თავს რა, მოდი ასე ვთქვათ.
ასე ვიტყოდი და ერთადერთი მიზანი ის გაქვთ, რომ თქვენი თავი ისე კარგად დააყენოთ ფეხზე, რომ მე რაღაცებზე პირად ნაწილში სერიოზულად იფიქროთ. კაი, აბა უახლოესი პერიოდი მანახე პირადში რა იქნება. რაღაცა როგორ გავს პირველ ვარიანტს უბრალოდ აქ კი ამოვარდა სამიანი ხმლები, მაგრამ აღარ ვამბობ, იმიტომ რომ იქ ვთქვი, რომ ვიღაცამ რაღაცა ჩააგონა ამ გოგოს თქო და დიდად აღარ გაშალა აქ ეხა ესე აღარ წამოვიდა ქალები და ამიტომ ვაძლევ თავისუფლებას თქვა, რომ არა, აქ სამკუთხედი არ არის. მაგრამ აქ ისე უახლოესი პერიოდი როგორი მომენტი გექნებათ, იცით, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებით რაღაცებს, უფრო სამსახურის ხაზს განავითარებთ, უფრო სამსახურის ხაზისკენ ასე ვთქვათ წახვალთ რა, აი სამსახურებრივ ნაწილს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა თითქოს აი როგორი შეგრძნება, მაგრამ ახლა არ მცალია მე არაფრისთვის მე მატკინეს, მე მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩემს თავზე და აღარ მცალია აი ამ რაღაცა ზედაპირული ურთიერთობებისთვის, მე მჭირდება სერიოზული ღირებულები, ფასეულობითი ურთიერთობები და არა ვთქვათ ის, რომ ეხლა ვიღაცა ჩემს ჯიბეს უყურებს, აი ესეთი მომენტები გაქვთ და რა იქნება მაინც ისევ შიში იქნება ახალ ურთიერთობას დაიწყებთ არა ჯერჯერობით არა ის იცით როგორი ყველა ადამიანში ძლიერ ადამიანს ხედავთ თითქოს აი გგონიათ რომ ყველას თქვენგან რაღაცა გამორჩენა უნდა და რეალურად თქვენ გინდათ ოჯახი, თქვენ გინდათ სტაბილურობა, თქვენ გინდათ სიმშვიდე, თქვენ გინდათ ჰარმონია, მაგრამ შიში გაქვთ. აი იმ ტკენას ვერ ივიწყებთ. არ შეიძლება ძალიან ცუდად დაარტყეს თქვენს თავმოყარეობას და ეს დამღაც იქიდან რჩება როგორც წესი, მამაკაცები ამას უფრო რთულად ლახავენ ხოლმე. მაგრამ თქვენ ძალას მოიკრებთ. რისთვის მოიკრებთ ძალას მანახე, რომ წარსულში დატოვოთ და ახალი ცხოვრება დაიწყოთ? კი ნახეთ თან ძალიან გეჩქარებათ რომ ეს თქვენი მენტალური შიშები პრობლემები მოიტოვოთ სხვათა შორის არ გამოვრიცხა ვიღაცა შეიძლება მამაკაცურ ბიოლოგიურ თემებზეც დაარტყა ამ ყველაფერმა და თვით შეფასებაც დაგაკარგიათ ასეთებიც ხდება ხოლმე მაგრამ თქვენ ისევ არა რეალური რაიმე სიღრმისეული პრობლემა არ გაქვთ თქვენ. არ გამოვრიცხავ ფიქრობდეთ რომ ნეტა რამე ხმარ მაქვს გაკეთებული ესეთი აზრიც გაგიევლოთ ამაზრმაც გაგიელვოთ ხოლმე თავში. არა, ნუ გეშინიათ აქ არაფერი მსგავსი არ ჩანს, უბრალოდ თქვენ გამოხვალთ, აი სიბნელიდან სინათლისკენ წახვალთ. ნახეთ, ოცნებებს თუ ფიქრებს უკვე ქმედებებად აქცევთ და რაღაცა ახალი ურთიერთობაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც რას მოიტანს, რომელიც ბედნიერებას და სიხარულს მოგიტანთ. ოღონდ ეს არ იქნება იგივე ადამიანი. და ფინანსებში რა იქნება? ფინანსებში დიდი კონკურენცია გელოდებათ, მაგრამ ცოტა გრძელვადი ამ პერსპექტივაში ოღონდ იმხელა წარმატებას და იმხელა სრულების ასრულებას მიაღწევთ, რომ აი თქვენ თვითონ ვერ დაიჯერებთ. კი, გამარჯვება პრაქტიკულად რო იტყვიან გზაზე დგას უკვე და აი როგორ გითხრათ, ამდენი ნეგატიური პრობლემების და გამოცდების მერე თქვენ პრაქტიკულად რომ იტყვიან სამყარო დაგაჯილდოვეთ, რომ აგერ შენ ბატონო, გეყო რაც ინერვიულე, გეყო რაც იდარდე და რა, აი ნუ აღიარება, არ ვიცი, რაღაცა ოფიციალურიც შეიძლება ბიუროკრატიაც ჩართული იყოს, არ ვიცი, ოჯახური შეიძლება გაფორმება მაჩის ბიუროში ოფიციალურად ან დაწინაურება და თქვათ ეს ბეჭედი ოფიციალურად ქაღალდზე რომ ეს ადამიანი დაწინაურდა და წინსვლა აქვს და ყოველ შემთხვევაში აი ნელა მოდის ჩემო კარგო ადამიანებო, მაგრამ მოდის წინსვლა და მოდის წარმატება. 10-იანი თასები, აი სისავსე, ემოციური სისავსე, სიმშვიდე თითქოს, აი ისეთი მომენტი და კიდე რა შეიძლება თასების დედოფალი. თქვენ გეუბნებით თქვენს ადამიანს იპოვით, რომელთანაც არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სერიოზულ სტაბილურ ურთიერთობაზე იფიქროთ. მადლობა დიდი. მეორე ვარიანტსაც კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ნდობისთვის და გემშვიდობებით. ნახვამდის.